და დღის სხვა თემები ერთიანობას ვერ აღწევენ ოპოზიციაში ირაკლი ალასანიას და პრაიმერის ინიციატორთა გზები დღეს საბოლოოდ გაიყო. ალასანიამ განაცხადა, რომ ამ თემაზე კონსულტაციებს წერტილი დაესვა და ის საკუთარი კანდიდატურის მოხსნას არაპირებს. მიუხედავად ამისა, ალასანია ლევან გაჩეჩილაძეს მაინც შეხვდება. ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად სად იქნება ოპოზიციური ძალების გადაკვეთის წერტილი არჩევნებამდე ოპოზიცია კოორდინირებულ თანამშრომლობას შეეცდება. მანამდე კი პრაიმერის ინიციატორები გაჩეჩილაძეს არა ალასანიასთან, არამედ რესპუბლიკელებთან კონსულტაციებს ურჩევენ. ირაკლი ალასანიას საქმიანობა ჩვენთვის საინტერესო აღარ არის. ყოფილ პოლიტიკურ პარტნიორებს ერთმანეთი აღარ აინტერესებთ. პრაიმერისტებისა და ალიანსელების პოლიტიკური გაყრა საბოლოოდ გაფორმდა. ალიანსის მისამართი დღეს რამდენიმე ბრალდებაც გაისმა. ბრალდება პირველი. ამ ხალხმა თქვა, რომ მათ სურთ არჩევნებში მონაწილეობა, დამოუკიდებლობა და ერთიანი კანდიდატის შერჩევა არ აინტერესებს. ბრალდება მეორე. ამ საკითხზე გადაწყვეტილებებს ალიანსში იღებენ რესპუბლიკელები და მათ გარეშე მოლაპარაკება ჩემის აზრით პროდუქტიული არ იქნება. ზურაბ ნოღაიდელის თანაგუნდელების ამ ბრალდებაზე ალასანიამ კომენტარი მალევე გააკეთა. რესპუბლიკელებმა კი მედიის თხოვნის მიუხედავად საპასუხოდ მხოლოდ საღამოსთვის მოიცალეს. გადაწყვეტილებებს მიიღებ მე ჩემს პოლიტიკური ალიანსის წარმომადგენლებთან ერთად. ეს კარგად გამოჩნდა ბოლო დღეების განმავლობაშიც, ჩვენ თანმიმდევრულად ღია გვაქვს კარები როგორც ოპოზიციური ძალებისთვის, ასევე ჩვენი კამპანია უკვე დაწყებულია. ყველას მოსაზრება არის წონადი ახლების, რესპუბლიკელების, ოზარ სუბარის და ბუნებრივია და უპირველეს ყოვლისა მერობის კანდიდატის ალიანსის ლიდერის ირაკლი ალასანიას. რაღაც ძალიან ნაწყენები არიან, რომ არ გამოუვიდათ. ყველასთვის მოულოდნელად პრაიმერისტების განცხადების კომენტირებისას ალასანიამ კიდევ ერთი რადიკალური განცხადება გააკეთა, რითაც ჯერ კიდევ გუშინ საკუთარი თანაგუნდელების განწყობას შეეწინააღმდეგა და რითაც რამდენიმე დღის წინ რესპუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის განცხადება ფაქტობრივად სიტყვა-სიტყვით გაიმეორა. ალიანსი ესწრაფვის დღესაც იმისკენ, რომ მაქსიმალურად გამოვნახოთ გზები ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის გამოვლენის თვალსაზრისით. დავამთავრეთ ყველანაირი კონსულტაციები, ჩვენ საარჩევნო პროცესში ვართ. კონსულტაციები დასრულებულია ერთიანი კანდიდატის გამოკვეთასთან დაკავშირებით. წერტილი, ეს ყველამ კარგად გაიგოს. წერტილი დასმულია, თუმცა გაჩეჩილაძეც და ალასანიაც შესაძლო შეხვედრაზე კვლავ საუბრობენ. ადგილის და დროის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის. გაჩეჩილაძის და მისი კანდიდატობის იდეის მომხრეების განცხადებების მიუხედავად ამ შეხვედრაზე იმედებს ალიანსელები მაინც ამყარებენ. თუ იქნება რაიმე საუბარი, იქნება იმაზე, რომ სასურველია, რომ ლევანმა მხარი დაუჭიროს ირაკლის, თუმცა ეს ლევანის გადასაწყვეტი. რა იქნება ლევან გაჩეჩილაძისა და ირაკლი ალასანიას შეხვედრის მთავარი თემა ალიანსის წევრებმა უკვე იციან. საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან ისევ თავს იკავებს ლევან გაჩეჩილაძე. მის ოფისთან დღესწინა დღეებისგან განსხვავებით ხალხმრავლობა არ შეინიშნებოდა.